დიახ, პირველი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს, არის ის მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე სინდისის პატიმრების საქმეზე სასამართლო პროცესს გახსნის თუ ისევ დახურულად გააგრძელებს სასამართლო განხილვას. საქალაქო სასამართლოს ყველაზე დიდ დარბაზთან შეკრება უკვე დაწყებული აქვს თავისუფლებისთვის მებრძოლების ახლობლებს, მეგობრებს, ოჯახის წევრებს. ისინი წუთი წუთზე ელოდებიან, რომ საბადრაგო სამსახური საქალაქო სასამართლოში შემოიყვანს უკვე თავისუფლებისთვის მებრძოლებს 11-ვე ბრალდებულს, რომლებიც სპეციალურად მათთვის განკუთვნილ ოთახში დაელოდებიან სასამართლო პროცესის დაწყებას. წინა პროცესზე ხმაურის გამო მოსამართლე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სხდომა ყოფილიყო დახურული და საინტერესოა დღეს როგორი იქნება მოსამართლის გადაწყვეტილება, მიეცემათ თუ არა შესაძლებლობა ბრალდებულების გულშემატკივრებს, რომ სასამართლო სხდომათა დარბაზში ადევნონ თვალი ხმაურიან სასამართლო პროცესს. დღეს წინა სასამართლოს სხდომა არის მოწმეთა ნუსხა უნდა დამტკიცდეს, ვინც ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს ჩვენებას მისცემს და ასევე მტკიცებულებები უნდა დაერთოს საქმეს. სწორედ მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობს დაცვისა და ბრალდების მხარე და მოსამართლემ უნდა მიიღოს ამ მტკიცებულებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ჩვენ ვიცით, რომ წინა სასამართლო პროცესზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა, გადაისინჯა აღკვეთღონის ძიებად შეფარდებული პატიმრობა. დღეს ეს პროცედურა აღარ იქნება, თუმცა ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი ამ სასამართლოსგან არ აქვთ, რადგან მათ იციან, რომ ოლიგარქს არის სასამართლოს სრულად დამორჩილებული და როგორიც იქნება ბიძინა ივანიშვილის ნება, ისეთი იქნება ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც გაახმაურებენ სწორედ სასამართლოში. წინა პროცესი ისეთი მძიმე იყო და ისეთი უაზრობა და ფარსი, რომ მე არ ვიცი უკვე რა ვთქვა, რას უნდა ველოდო. სამი პროცესი იყო უკვე და სამივე იყო ერთმანეთზე უარესი. დიდად არაფერს არ ველოდები სამწუხაროდ. 1%-ს მაინც ვიტოვებ იმას, რომ გამოჩნდება ისეთი მოსამართლე ან პროკურორი, რომელსაც სინდისი შეაწუხებს და აი ამ ბიჭებს, რომლებიც სრულიად დანაშაულო არიან, გამოუშვებს გარეთ. პატიმრობას შეუძლებლად ატოვებენ, იმიტომ რომ რა ვიცი, ონისეთ მომიყურებს, ახლა თვითონაც ჩვენი რაც ისეს, მაგრამ ამ მოცემულობის წინაშე ვდგავართ, რეკისას ამოღებული ნივთები იმდენად სასაცილო იყო, რომ რა ვიცი, კურდღელს ვერ დაუშევებ, იმით ვერაფერს. ხელთათმანი ამოვიღეთ, მუხლის დამცავი ამოვიღეთ, რაღაც თავდაცვითი საშუალებები, რომელსაც შეტევაც ვერ გადახვალ. ამით აპირებენ ადამიანების გასამართლებას. აბსოლუტური ბოროტება კგბ-ს სტილში. შესაბამისად იმედი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ ონისაც და სხვა პატიმრებიც უკვე ადაპტირებული არიან ამ მდგომარეობასთან. ყველა ადვოკატმა, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს, მოლოდინების ქონის ეტაპი გავიარეთ უკვე წინა პროცესებზე, მას შემდეგ რაც ყველა იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე მოსამართლეს ეყოფოდა ღირსება და რომელიმე მოსამართლეს ეყოფოდა დამოუკიდებლობის ხარისხი, მიიღო დამოუკიდებელი და სრული გადაწყვეტილება, გაგვიქარწყდა. მოსამართლე და სასამართლო გააკეთებს იმას, რასაც მას დაავალებს პროკურატურა და პოლიტიკური ხელისუფლება და ეს იქნება ცხადია ბრალდების მხარის ყველა ან თითქმის ყველა შუამდგომლობის დაკმაყოფილება და ეს არის უბრალოდ გამართული სპექტაკლი წესების ფორმალური დაცვის მცდელობით. ზუსტად 12 საათზე დაიწყება სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესი თავისუფლებისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლ 11 ბრალდებულს გამოძიება ედავება ჯგუფურ ძალადობას განსასჯელის სკამზე. დღეს იჯდება ანდრო ჭიჭინაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურა მირცხულავა, ონისე ცხადაძე, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევას კიკნაძე, სერგეი კუხარჩუკი. ეს არიან ის ბრალდებულები, რომელთაც ხელბორკილები დაახლოებით 2 თვენახევრის წინ ოლიგარქის რეჟიმა დაადო და მათ მინიმუმ 6 წლით ციხეში გაშვებას უპირებს ქართული ოცნების ხელისუფლება. ამტკიცებენ, რომ მათ ჯგუფურ ძალადობას ჰქონდა ადგილი მათი მხრიდან. ევროპული მომავლის მცველები ძალადობდნენ სამართალდამცველებზე, როგორც დაცვის მხარი აცხადებს, არანაირი მტკიცებულება ბრალდებულების წინააღმდეგ საგამოძიებო უწყებას არ აქვს და
და ეს არის სრულად პოლიტიკური საქმე, რომელიც თითქნა ქართული ოცნების საგამოძიებო უწყება. როგორც გითხარით, გულშემატკივრების, მხარდამჭერების, მეგობრების და ახლობლების შეკრება იწყება სწორედ ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში. 11 ბრალდებული საქმეს დღეს ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრება, თუ ამის შესაძლებლობას მოსამართლე მისცემს გულშემატკივრებს. დღეს პირველი კითხვა, რომელზეც მოსამართლემ პასუხი უნდა გასცეს, არის ის, გაიხსნება თუ არა საზოგადოებისთვის ხმაურიანი საქმე და ექნება თუ არა ხალხს შესაძლებლობა სინდისის პატიმრების საქმეს დაესწრონ.